ამ წუთებში სასტუმრო თბილისი მერიოში ჟურნალ სახელები 2004-ის პრეზენტაცია მიმდინარეობს. დღევანდელ პრეზენტაციაზე 10 ნომინაციაში გამარჯვებული პოლიტიკოსები, ბიზნეს კომპანიები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოოქროვილი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ერთ-ერთი ნომინაცია წლის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილს ხვდა წილად. პრეზენტაციის ბოლოს საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება, სადაც ცნობილი პიროვნებების ნივთები გაიყიდება. აუქციონიდან შემოსული თანხა საქართველოში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ უხუცესებს გადაეცემათ. აუქციონს ბუბა კიკაბიძე გაუძღობა 352 გვერდიანი ჟურნალი წელიწადში ერთხელ გამოდის და წლის მანძილზე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, სახეებსა და სახელებს აჯებებს. შესაბამისად საჩუქრის ხათაშურის ჩვენ ვაჯიბობთ მაღაზია დავითის საუკეთესო საჩუქრებითაც ბატონოვანო ოღონდ ხთამი არ არის დადებული. 50 ლარზე მეტი ღირებულების თუ უნდა ჩააბაროს ფინანსთა მინისტრი. კომპანია ვესტელის წარმომადგენელი თობზანდება დარბაზში მოვიდეს და თავისი მისია შეასრულოს.